ახლა ბრიუსელისკენ გადავინაცვლებთ, სადაც ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის გამოსვლა მნიშვნელოვან ფორუმზე. რუსეთის ჰიბრიდული ჩარევა საქართველოში და ოცნების ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები, ამაზე იყო სალომე ზურაბიშვილის აქცენტები. ფორუმის ორგანიზატორი იყო Renew Europe. დისკუსიას კი ერქვა პანელური ფარი. ის ეხებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვასა და მედიის თავისუფლების საკითხებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს გამოცდით რუსეთი ევროპასაც ცდის, ამიტომ განცხადებაზე მეტად მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ საჭიროა მოქმედებები. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი დებატები გაიმართა, სადაც პანელში საინტერესო ხალხი მონაწილეობდა. თამარ ნუცუბიძე ჩაგვერთვება ახლა ბრიუსელიდან და უფრო ვრცლად მოგვიყვება ამ მსჯელობის შესახებ. თამარ. გლობალური ევროპის ფორუმი ახლაც მიმდინარეობს ევროპარლამენტში და როგორც აღნიშნეთ, ALDE-ს პოლიტიკურმა ჯგუფმა Renew Europe-მა მოაწყო ეს დისკუსია. აღსანიშნავია ის, რომ თავდაპირველად ფორუმი გახსნა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ და ყველამ კარგად, თქვენმა მაყურებელმა კარგად იცის თუ რაც ხელი ამბებით დაიწყო წლევანდელი წელი და განხილვის თემა იყო როგორც გრენლანდია, ასევე რა თქმა უნდა ირანი, უკრაინა და სწორედ ამ თემებს დაუთმო მარკ რუტემ საუბრის თავისი ძირითადი ნაწილი. რაც შეეხება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, მას ჯერ სიტყვით გამოსვლა ჰქონდა, შემდეგ კი უკვე საპანელო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და სხვათა შორის ამ საპანელო დისკუსიაში მას კითხვა დაუსვეს, არის თუ არა ქართველი ხალხი კმაყოფილი ევროკავშირის პასუხით, ევროკავშირის sapasukho ქმედებით იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც ევროკავშირი ქვეყანას აძლევს კანდიდატის სტატუსს, მისი აზრით პასუხისმგებლობაც ამ ქვეყანასთან მიმართებით უფრო მეტი არის ევროკავშირის მხრიდან და სწორედ ამიტომაც მან თქვა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას საქართველოს სახელმწიფოს მიკაცება რუსეთის მხრიდან და ისიც აღნიშნა, რომ მისი აზრით რუსეთის ბოლო სამხედრო ომი არის უკრაინაში და თქვა, რომ ახლა ტესტირება მიდის რუსეთის ევროკავშირისა საქართველოში და რომ ევროკავშირმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. რუსეთი გცდით, როცა საქართველოს ცდის და ამაზე რეაგირებისთვის აუცილებელია თავდაპირველად ამ ჰიბრიდული საფრთხეების გაცნობიერება ადრეულ სტადიაზე, ვიდრე ეროზია შეუქცევადი გახდება. არჩევნების ერთიანობა, მედიის პლურალიზმი და უფლებების უზენაესობა ხდება უსაფრთხოების იმპერატიული იდეა. პროპაგანდის საარჩევნო манипуляციის ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნას შესწავლილი და აღკვეთილი. ეს ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. არა მხოლოდ განცხადებებით, რომ ევროპა აღარ აღიარებს საქართველოს რეჟიმს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით, რომ თავი დაიცვას. ეს არის განცხადებები, მაგრამ რეალობა იქ არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია იმისი დემონსტრირება რუსეთისთვის ან სხვა ქვეყნებისთვის, რომ როცა დემოკრატია საფრთხეშია, მოქმედებაა საჭირო და არა მხოლოდ განცხადებები. და აქ უნდა ვეძებოთ სოლიდარობა და ქმედება. სალომე ზურაბიშვილმა ისიც ისაუბრა, რომ მისი აზრით აი ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროკავშირის მეტი ერთიანობა სჭირდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება. ახლაც ამ წუთებში დისკუსია მიდის იმაზე, არის თუ არა დღის წესრიგში წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის გადახედვა, როგორი იქნება ევროკავშირი მუშაობს როგორც თავდაცვის, ასევე უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაზე და სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ ევროკავშირმა მაქსიმალურად უნდა ჩართოს ამ სტრატეგიებში ქვეყნები, ვისაც სურს რომ იყოს ევროკავშირის წევრები და ასევე ევროკავშირის მხრიდანაც თავად ამ ორგანიზაციის ინტერესია, რომ მის გარშემო არ არსებობდეს ეგრეთ წოდებული რუხი ზონები. დიდი მადლობა. თამარ ნუცუბიძეს, რომელიც ბრიუსელიდან გვერდებოდა მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მნიშვნელოვან ფორუმზე გამოსვლის დეტალები.